გამარჯობა. გამარჯობა ყველას სალამი. ერთი შეხედვით განსხვავებულ თემაზე, მაგრამ გუშინდელიდან გამომდინარე, მაგრამ სინამდვილეში ძალიან სერიოზულ თემაზე მინდოდა თქვენთან ახლა საუბარი. ეხლა გამოვდივარ არც მეტი, არც ნაკლები კიბოს სკრინინგის ეროვნული ცენტრიდან. ეს ცენტრი საბურთალოზე არის, რამდენიმე ფილიალი არის თბილისში, საბურთალოზე, წერეთელზე და ამაზე მინდა მოგიყვეთ ყველას და მოგიწოდოთ ყველას, ქალებს, კაცებს, ვისაც 40 წელი შეუსრულდა, ყველას რომ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, რაც არის კიბოს უფასო სკრინინგი. აგერ არის ეს საბურთალოს ცენტრი. იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩვენი გადასახადებით ვიხდით ამის ფულს. აქედან დავიწყოთ. ეს პროგრამა, რომელიც შექმნილი არის 2008 წლიდან, ეს პროგრამა არის ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ თქვენ რო იხდით საშემოსავლოს, ჩემო კარგო ხალხო და ჩვენ რო ვიხდით საშემოსავლოს 20%-ს იქიდან ფინანსდება და წელიწადში 7 დაახლოებით 7 მილიონი ჯდება თბილისში და კიდე 4 მილიონი რეგიონებში. ანუ ჩვენ ვიხდით ამის გადასახადს. ამ ცენტრში ეს არის ალექსიძის 7 ნომერი. ხა ძალიან კარგი მოწესრიგებული მომსახურება არის, ძალიან მადლიერი ვარ ხალხის, რომელიც იქ დამხვდა და სპეციალურად მოვედი, იმიტომ რომ მგონია რომ ეს მნიშვნელოვანია. თან ხო იცით, სიმსივნეების მაჩვენებლები არის გაზრდილი. მე ამ სტატისტიკას ვდებ. ყოველ წელს სიმსივნეების მაჩვენებელი იზრდება, მაგრამ აუდიტის სამსახურმა შეაფასა ეს პროგრამა და თვითონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაწერა, რომ ეფექტიანობა ამ პროგრამის არის დაბალი, იმიტომ რომ დაახლოებით 13% იმ ხალხისა, ვიზეც არის გათვლილი, მონაწილეობს ამ ყველაფერში. თვითონ აუდიტის სამსახური, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უთითებს, რომ უნდა იყოს კამპანია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომ ხალხი ჩაერთოს. ამას უნდა ვაკეთებდე მე კი არა და ვინმე პოლიტიკოსი და ვინმე ინფლუენსერი. ამას მუდმივად უნდა აკეთებდეს ჯანდაცვის სამინისტრო. 13% მოსახლეობისა, ეს არის საშუალო ასაკის ქალები და მამაკაცები. ძალიან ცოტაა. ანუ ცნობიერება რომ ჩვენ ხალხში რომ უნდა მოვიდნენ, შეიძლება სირცხვილია, შეიძლება სხვა ათასი ფაქტორი, რომ უნდა მოვიდნენ და გაეშინჯონ, ეს ცნობიერება არის ძალიან დაბალი. ეს არის, ანუ რაში ისე კითხვა, რაში იხარჯება ჩვენი ფული, რაში იხარჯება ჩვენი ლარები. თუ ამ ჩვენ ფულს ხარჯავთ, როგორც სიტყვიან, ხო იცით, მადლიქენიო და მოაყარეო, ზედმარილი მოაყარეო, ხალხნო. ბარემ ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც იმდენი პრობლემა აქვს, საიდან დავიწყო არ ვიცი, ჯანდაცვის სამინისტროს მოვალეობა არის მათი თვითონ სახელმწიფოს აუდიტის სამსახურის მიხედვით, რომ ხალხს მოუწოდოს, რომ მოვიდეს და გაეშინჯოს. ეხლა მეორე პრობლემა, რომელიც აქ არის და ამ თემაში ზოგადად სიმსივნეში არის, ამის ესეც უწერია აუდიტის სამსახურს. არავით არის გამოკვლევა შემდეგ უკვე შესწავლა, რა ხდება ეს მაჩვენებლები სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა ეს. მაჩვენებლები სიმსივნისა, რითი არის გამოწვეული, ეს არის საკვები, ეს არის გარემო, რა თქმა უნდა, ცოტა ხნის წინ ხო იყო აფლატოქსინის ამბავის ძეში, ეს არის ჰაერიში ნაწილაკების, ტყვიის ნაწილაკების შემცველობა, ეს არის უკონტროლო სამშენებლო მასალები, რომელიც აქ შემოდის, რომელიც შეიძლება ტყვიას შეიცავდეს, ეს არის ძველი სამშენებლო მასალები, რომელიც ტყვიას შეიცავდა და რომელიც ჩვენთან არ გამოუცვლიათ. აი ეს ყველაფერი ელემენტარული უსაფრთხოების საკითხებია, რომელსაც მე მივყავართ იქამდე, რომ სიმსივნის მაჩვენებლები გაზრდილია. მაგრამ ისმის კითხვა, ამას ხო მოკვლევა უნდა, ამას ხო კამპანია უნდა, ამას ხო ჭირდება ხალხისთვის ახსნა, ამას ჭირდება შესაბამისი პროდუქტებზე კონტროლის დაწესება. აი, ეხლა მაგალითს გეტყვით, რამდენიმე დღის წინ ხაშურში რო გარდაიცვალა საწყალი ბავშვი, იმიტომ რომ საკვებისგან მოიწამლა, ხო, გაუგებარი საკვებისგან. დამთავრდა. ვიწივლეთ, ვიკივლეთ, თავი გავაქნიეთ, ვიშვიშვ, ვაი, მაგრამ სურსათის უმნებლობა გამოვიდა და თქვა, რა მოხდა?
რა შეჭამეს ამ ოჯახში, რომ ესეთი შედეგი დადგა? სად შეჭამეს? და ვისი ვალდებულებაა, რომ ეს ყველაფერი გააკონტროლოს? სურსათის უმნებლობის სამსახურის, რომელიც ჩემ კითხვებზე რძესთან დაკავშირებით პასუხს არ მცემს. ის თავის მოვალეობას მრავალ-ათასიანი ხელფასის პირობებში თავის მოვალეობას ვერ ასრულებს. ეხლა დაუბრუნდეთ ამ თემას. მოკლედ, ჩემი თხოვნა არის ეს მომსახურება, სკრინინგი, ანუ შემოწმება ეკუთვნის 40 წელზე გადაცილებულ როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს და მე გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ მოიცალოთ ამისთვის, ძალიან კარგი ბროშურებია ეგ გამოკრული, მოიცალოთ ამ მომსახურებისთვის და გააკეთოთ, მიიღოთ ეს წინასწარი დასკვნა, რა თქმა უნდა, ეს რაღაცის გარანტიას არ იძლევა, მაგრამ ეს არის მომსახურება, რომელთვისაც ჩვენ გადასახადებს ვიხდით. ხო იცით, მე წარმოვადგენ პარტიას ხალხისთვის და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა არის ხარისხიანი ჯანდაცვა ყველასთვის. კი ბატონო, კერძო კვლევები ძვირია და ვიღაცას ღმერთმა მისცეს, აქვს საშუალება, მეც მაქვს საშუალება, მადლობა ღმერთს, წავიდე და კერძო კლინიკაში კვლევის ფული გადავიხადო და ისინი ძვირია და ეს ცალკე სასაუბროა, რას აკეთებენ, რას ვაკეთებთ ქალები, როდესაც ეს კვლევები გვჭირდება და რომელიც 600, 700 და 800 ლარიჯდება. მაგრამ ამის გარდა ესეთი პროგრამები მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველას კონდეს საშუალება ელემენტარული საფრთხე, რაც არის სიმსივნე, თავიდან აირიდოს. მაგრამ დიდ სურათში, რაც არის გარემო, რაც არის მე მკურნალობა, რაც არის პრევენცია, ანუ წინასწარ ახსნა ადამიანებისთვის. დიდ სურათში ეს ზღვაში პატარა წვეთი არის, სამწუხაროდ. დროებით, მოკლედ ამის თქვა მინდა და კარგად იყავით.